ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალის დაწყებამდე ბოლოს 3 მზადისი მიმდინარეობს. წელს პირველად გემოფესტის მასპინძელი გურია იქნება. სტუმრები ადგილზე ტრადიციულ კერძებთან ერთად მის თანამედროვე ვარიაციებსაც დააგემოვნებენ. ფესტივალისთვის უკვე შეირჩა 13 მონაწილე. თითოეულ მათგანს ტრენინგი გამოცდილმა შეფზარეულებმა ჩაუტარეს. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცდებით და გასართობი აქტივობები. რომელიც იქნება განსაკუთრებული გემოფესტი, იქნება ზღვისპირეთში გემოფესტი, ახალი თავგადასავლებით, ახალი გემოელებით, ახალი მონაწილეებით, ახალი ქართული გემოებით, კარგად დავიწყებული ძველის გაცოცხლებული ვერსიებით, ასე რომ ეწვიეთ გურიას და შემოუერთდით გემოფესტს. ძალიან გვახარებს ის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მონაწილე ყავს უკვე ამ პროცესში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძები გველოდება გურიაში. თვითონ გემოფესტი ჩატარდება 23-24 აგვისტოს შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში, ასე რომ ყველას გელოდებით ერთად გავატაროთ ძალიან სასიამოვნო დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგენს საკუთარი პროდუქცია, როგორც სამზარეულოს ნაწილი, ასევე ღვინო, ჩაი და სხვადასხვა ნაწარმი, რომელიც ადგილზე იწარმოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ცნობადობის გაზრდისთვის. მე მინდა რომ როცა დამთავრდება გემოფესტი, ამ ხალხმა იფიქროს, რომ დედა, სავიყავით ამ. მე ნახოთ როგორ გვაქვს მრავალფეროვნება. აი ზუსტად მაგის მოლოდინი გვაქვს ჩვენ. დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მაინტერესებდა ყველაფერი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა და აი ახლა მონაწილე ვარ და იმედებს გავამართლებ ჩემი რეგიონისას და ჩემს წვლილს შევიტან გემოფესტის განვითარებაში. აღმაფრთოვანა მონაწილეებმა, მონაწილეების წარმოდგენილმა კერძებმა საოცარი კერძები არის მოტანილი, რომელიც ქართველი დამსვენებლებისთვის არ არის ცნობილი, ამიტომ 23 და 24 აგვისტოს აუცილებლად უნდა ესწროთ მუსიკოსების პარკს შეკვეთილში, რომ დააგემოვნოთ ეს დიდებული კერძები. სასიამოვნოდ გაუცებული ვარ მე და ჩემი მეგობრები გურული კულინარიით. მე პირადად განსაკუთრებით, იმიტომ რომ გურული ვარ და სასიამოვნოდ გაუცებული ვარ იმ კერძებით, რაც დღეს და გუშინ ვიხილე.